საღამო მშვიდობისა მაესტროს ეთერშია გადაცემა უცნობი, რომლის სტუმრები ყველასათვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. თუმცა ყურადღებით უყურეთ და უსმინეთ მათ. ჩვენს გადაცემაში ისინი საშუალებას გაძლევენ შედარებით უცნობი კუთხით შეაფასოთ ცნობილი ისტორიები, თავად ადამიანებიც და მათი ხასიათებიც. მანამდე კი ვერსიები დღევანდელი სტუმრის ვინაობის შესახებ და უნდა გითხრათ, რომ გადაცემის პირველმა ნაწილმა დღეს არც ისე დააბნია ჩვენი მაყურებელი, იმიტომ რომ გვაქვს მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული ვერსია და ეს გახლავთ ქალბატონი დონარა კინძურაშვილი. დანარჩენი მაყურებლები კი ზუსტად მიხვდნენ, რომ უშრედი ენერგიის მქონე მომხიბვლელი ქალბატონი, რომელსაც გააჩნია ფენომენალური მეხსიერების უნარი, რომელიც წლების მანძილზე უსაზღვროდ პოპულარული პიროვნება გახდათ, რომელიც ჩანდა ერთდროულად დიდ და პატარა ეკრანებზე და რომელსაც ადარებდნენ დაუღალავ მუდამ წყობში მყოფ მანქანას სხვა არავინაა თუ არა ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძე და მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას. საღამო მშვიდობისა ქალბატონი ჯულიეტა. საღამო მშვიდობისა. თქვენთვის ალბათ ძალიან უცნაური ამპლუა, რესპონდენტის ამპლუა და მით უმეტეს უფრო საინტერესოა კითხვებზე პასუხების გაცემაც ისევე მოგწონთ, როგორც მათი დასმა. არც თუ იშვიათია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა ამპლუა მაინც. ქალბატონი ჯულიეტა, თქვენი ყველა რესპონდენტი და ყველა თემა გახსოვთ, რომელიც გაგიშუქებთ, პრინციპში არც გამიკვირდება ასე რომ იყოს. ალბათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ რაღაც კონკრეტული შესაძლებელია რომელიღაც თემა, რომელიღაც სიუჟეტი გარკვეულად რაღაც მივიწყებას მიეცა, მაგრამ საერთოდ და ვინ იყო პირველი ის ცნობილი პერსონა, რომლის შესახებაც დაგევალეთ სიუჟეტის ან კორესპონდენციის გაკეთება? იცით რა, თქვენ ალბათ კარგად იცით, ჩვენ ერთად ვქონია შემოქმედებითი ურთიერთობა და თავდაპირველად საერთოდ ტელევიზიაში მთავარი მოქმედი გმირი ეს იყო დიქტორი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიყავით დიქტორები, მაშინ იცით ასე ვინ იყო პირველი, ამას ვერ იტყვი. მე შემიძლია ვთქვა დაახლოებით ჩემ შემოქმედებაში ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გადაცემა, რომელი იყო და ასე ვთქვათ საეტაპოც, იმიტომ რომ ყოველ ადამიანს თავისი ინდივიდუალობა აქვს და აი რამდენად ამან განსაზღვრა ყველაფერი. ეს იყო თბილისის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი გადაცემა, ისტორია იყო, ეძღვნებოდა თბილისს. მე მართალია დასაწყისიდანვე თითქმის მონაწილეობდი გადაცემებში, მაგრამ ოფიციალურად შტატში რამდენიმე თვის მისული ვიყავ, როდესაც დავასრულე არქიტექტურის ფაკულტეტი და დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი და აი მაშინ იყო გადაცემა ნოდარ ასათიანი, აკეთებდა ციკლი იყო ასეთი გადაცემების მიძღვნილი და იქ როგორც ყოველთვის გადაცემაში იყო სასაუბრო კადრში, ტექსტის გარეშე და იყო გამოსახულებით. აი სწორედ მაშინ ეს საკმაოდ ესეთი დიდი დოზით იყო ეს კადრში სასაუბრო ტექსტი და მე ტექსტის გარეშე ვისაუბრე, უყურებდი უფრო სწორად მაყურებელს თვალებში. ეს ახლა დიდად გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მოკარნახი არსებობს, სხვა ჩვენს მოკარნახი არასოდეს არ მაგით არასოდეს არ მისარგებელია მე. და აი მაშინ იყო რაღაც ესეთი განსაკუთრებული ბავშვობიდანვე გამოირჩეოდით ამ ფენომენალური. იცით რა, ბავშვობით ხო რაღაც ამან უფრო განსაზღვრა, არ მიმიქცევია ყურადღება. აი გაკვეთილებს ერთი გადაკითხვით სწავლობდით? იოლად სწავლობდი, მაგრამ მიუხედავად ამისა მე არ ვიტყვი იმას, რომ ვთქვათ მე შრომა მეზარებოდა. არა, თემებს წერდი, ის რასაც სწავლობდი. როგორც ვიცი, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეთ. აი, ისეთი მოსწავლე იყავით, პედაგოგები რო ამაყობენ ხოლმე მიბაძეთ მას, ის არის ყველაზე საინტერესო. ხო, ახლა მიბაძეთ მას ეს არ გამიგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქტიური ვიყავი ძალიან სკოლაში და დირექტორი დარახველიძე ყავდა, ცნობილი დირექტორი იყო, ძალიან მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს ესეთი ამორჩევა იცოდა და ერთ-ერთი ასეთი რჩეული, იმიტომ რომ მე ვცეკვავდი პიონერთა სასახლეში. აი სწორედ მინდოდა მეკითხა, უზბეკურ ცეკვავდაო, ამბობენ ძალიან კარგად, რომ ის ხოს ბავშვობას იხსენებს, ეს წვრილი ნაწნავებით ახსოვხარ. ხო, დედა მიწნავდა ხოლმე, ერთი 40 ნაწნავი მქონდა ხოლმე, ცეკვავდი და მაგრამ ამავე დროს მხატვრული კითხვის წრეში ვიყავით და სხვა შორის ჩემი პედაგოგი იყო სერგო ზაქარიაძე, რომელმაც განაპირობა კიდეც ჩემი მისვლა თეატრალურ
ინსტიტუტში. ასე რომ სცენაზე ბავშვობიდანვე ვიყავ. ამბობენ რომ ყველას ეგონა ფილოლოგი გახდებოდა. ამბობდნენ იმიტომ რომ ჩემს პედაგოგს ქართული ენის მასწავლებელს შალვა გიგაშვილი მყავდა. ვერც კი წარმოედგინა რომ მე სხვა სპეციალობას ავერჩევდი და უნდა გითხრათ რომ დედაჩემთან შეთანხმებით შემატანინეს საბუთები უნივერსიტეტში ბატონი ნიკო იყო კეცხოველი პირველი ეს წერითი გამოცდა მე ოქროს მედალოსანი ვიყავი მაგრამ სპეციალობაში მაინც ვარდებოდა მივიღე ხუთიანი მაგრამ მაინც არ დავრჩი აი ვინ გადაგაწყვეტინათ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარება ეს მე მინდოდა თავად ყოველთვის გინდა და მიუხედავად იმისა რომ მე ასე ხატვით არ გამოვირჩეოდი მაგრამ მე ხუთიანი მქონდა აპაში სატელევიზიო საქმიანობაში რომ გამოგადგათ ეს არქიტექტურა ყველასათვის ცნობილია იმიტომ რომ ყოველთვის აშუქებდით არქიტექტურასთან დაკავშირებულ საკითხებს მაგრამ აი რამდენად გამოგადგათ ის თქვენ რეალურ ყოფით ცხოვრებაში რაც ისწავლეთ GPI-ში იცით მე არქიტექტურას ძალიან დიდ ხელოვნებად ვთვლი და ალბათ ყველა არქიტექტურა ეს არის დღევანდელობაც ისტორიაც მომავალიც წარმოედგინეთ იქ პოეზიაც ჩაქსოვილია, მუსიკაც და ყველაფერი თქვენ წარმოიდგინეთ და არქიტექტურა იმდენად ესეთი ფართო მცნებაა, რომ არ შეიძლება არ გამოგადგეს აბსოლუტურად ყველაფერში. და ამბობენ ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც თითქმის აშენებული სახლი რაჭაში ერთი ადგილიდან გადაადგმევინოთ მეორეზე, თანაც მაშინ როცა პირველ შვილზე იყავით ფეხმძიმე. იყო ასეთი შემთხვევა. და რამ განაპირობა სახლის ადგილის შეცვლა რატომ მოიდო? იქ რაღაც ეზოსთან დაკავშირებით თითქოს გაუგებრობა იყო. და ეს რაღაც 2 მეტრი, 3 მეტრი სიგანეში საუბრობ ფართზე თითქოს სხვაგან უნდა ყოფილიყო და მე ამან გადამაწყვეტინა რომ ეს არ დარჩენილიყო საალაპარაკოდ ჩემთვის ჩემი შემდეგ ჩემი შვილებისათვის მე სახლი პირველი სართული დაინგრა დაბალი სართულებია და ხის შენობა გადმოვიტანეთ გადმოვაგორეთ სხვაგან მართალია ასე იყო მე მაყურებელს მინდა შევახსენო რომ თუ სულ შეკითხვები დაუსვას ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძეს უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 91 00 63 მაგთის აბონენტებმა შეგიძლიათ შეკითხვები SMS-ით გამოაგზავნოთ 1050-ზე ხოლო ჯეოსელის 1030-ზე თქვენი მეგობრების და არა მარტო მეგობრების წრეში ამბობენ რომ ძალიან პრინციპული და მიზანდასახული პიროვნება ბრძანდებით არის შემთხვევები როდესაც პრინციპებს ღალატობთ იცით რა პრინციპებს ადამიანი ალბათ ყოველ შემთხვევაში სურვილი არ აქვს ადამიანს რომ უღალატოს მაგრამ არის ისეთი რამ რომ ალბათ აჯობებს ზოგჯერ რომ შეარბილო შენი პრინციპი და ყოველ შემთხვევაში ერთი რამ არის ჩემში ყოველთვის რომ აი ეს ბრძოლის უნარი ალბათ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველაფერში შემოქმედებაც ბრძოლაა და ყველაფერი ბრძოლაა და ისე უსამართლობას ყოველთვის ვებრძოლდი. ჩვენ საუბარს რამდენიმე წუთში გავახსენებთ, ახლა რეკლამის დროა. რეკლამა უცნობის ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა უცნობი და ჩვენი სტუმარია ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ქალბატონი ჯულიეტა, თქვენ სამი შვილის დედა ბრძანდებით. ტელევიზია ის სფერო, რომელიც უზარმაზარ ენერგიასთან ერთად მოითხოვს უზარმაზარ დროს. ვინმე გეხმარებოდა შვილების აღზრდაში? შვილებს მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით. და ახლაც ვზრდით, რამდენად შეგვიძლია. მაგრამ სულ დაკავებული იყავით, სულ ალბათ ტელევიზიაში გიხდებოდა გადაცემაზე, რა თქმა უნდა, დედა იყო. სახლში დედა გასაკვირველია ის, მაგრამ ბებია, ბაბუა როდესაც აი რომ ზრდიან შვილებს, ეს ჩვენთან არ. მე თავად ვზრდიდი და ჩემი მეუღლე. ასეა ჩემი გოგოც სხვადასხვა. რა რეაქცია ჰქონდა თქვენ შვილებს, როცა პატარები იყვნენ, როცა ხედავდნენ ეკრანზე? ვერ გეტყვით რაღაც გამორჩეული რეაქცია, ალბათ იმიტომ რომ მიჩვეული იყვნენ. იმდენად ხშირად ხედავდნენ, ალბათ ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად იღებდნენ უკვე ამას. კაცრი დედა ბრძანდებით? მომთხოვნი. და რაში ხართ ყველაზე მომთხოვნი? სხვა შორის მომთხოვნი ვიყავი ძალიან სწავლაში. ეთყობა მე თავად რომ
სწავლობდი ხუთებზე, ასევე მინდოდა და ასეც იყვნენ სხვა შორის, მაგრამ საკმაოდ მომთხოვნი. წესიერებაში, ჩვეულებრივად, ალბათ როგორც თქვენ და ყველა დედა. ახლა პირდაპირ ეთერში შეკითხვას თქვენი შვილი დათა დაგისვამთ, მოდით ერთად მოусმინოთ მას. რა შეიძლება გითხრა ისეთი, რაც ძალიან გაგაკვირვებს? ყველაზე მეტად. არის რა თქმა უნდა, რაც გამაკვირვებს, მაგრამ მაინც თავად დათასგან გამომდინარე ვიტყვი. ალბათ გამიკვირდებოდა ძალიან დათას რომ ეთქვა, რომ აღარ აინტერესებს მანქანის თაობაზე არაფერი და ამას რატომ გეუბნები. ძალიან უყვარს მანქანა. ეს საკითხი საერთოდ. ყველა გადაცემას უყურებს, ყველა ავტოშეჯიბრებას უყურებს, მაგრამ რაც მთავარია, კარგად იცის. ამას აქვს მნიშვნელობა და კიდე ეს იმით მინდა გავაღრმაო, რომ სულ პატარა იყო სხვა შორის მე-7 კლასში დაახლოებით. თავად ხატავდა მანქანებს, რაღაცას იგონებდა, ეს გამომგონებლური აზროვნება აქვს საერთოდ და იგონებდა რაღაცას და მე წლების შემდეგ თქვა, რომ აი მე ის ბავშვური რაღაც ჩანაფიქრი რომ მქონდაო, ეხლა განხორციელდა. მაგრამ სამწუხაროდ არ ჯერჯერობით არ არის ესეთი რამ, სადაც შეიძლება რომ მან ეს თავისი სურვილი განახორციელოს. და ისე კი გამიკვირდებოდა რომ მე ვთქვათ მიდიოდეს გადაცემა მანქანაზე და იქ როდესაც ტელევიზიაში რაღაცას ესე იგი ყვებიან მანქანის თაობაზე, ამან ბევრი რამ უკვე იცის. არსებობს ისეთი საკითხი, რაშიც კატეგორიულად ავერთან ხვდებით დედა და შვილები. არის ხოლმე რა თქმა უნდა. აი რა შეიძლება გახდეს თქვენი დავის საგანი? მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი ჩემი შვილი თმებს შეიჭრის ისე, როგორც მე არ მსიამოვნე. ეს ალბათ გიორგიზია საუბარი. არ თulis საჭირო. თუმცა ჩვენი მაყურებელი დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს ხოლმე ამის გამო. ეს მე მეუბნები ხოლმე რომ ამას ნუთლი რომ თინეიჯერებს მოწონხარ და სხვა ასაკის ხალხი. ყოველ შემთხვევაში არის სერიოზული რაღაცაც, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არ მოგეწონება ის რაღაც ისეთი. არის, მაგრამ ისეთი სერიოზული რაღაც უსიამოვნება და ის არა. ამას ვცდილობთ რომ არ იყოს და ალბათ არც უნდა იყოს. ქალბატონ ჯულიეტა ჩვენ მაყურებელი ყავს ხაზზე მოусმინეთ მას. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. მე ვარ ზაირა ჩანდლაძე. უნიჭიერესო ქალბატონო, ეს საქართველოსთვის ცნობილია. საოცრად ლამაზი ხარ დღეს, განუმეორებელი. და მინდა ასეთი შეკითხვა დააგისვა ჩემო კარგო ჯულიეტა. გიხილავთ თუ არა ახლო მომავალში რაიმე საინტერესო პროექტით. ეს ალბათ მარტო ჩემი სურვილი კი არ იქნება და ჩემი კითხვა. ალბათ მთელი საქართველოს სახელით გეკითხები ამ კითხვას. მადლობთ შეკითხვისთვის. მადლობთ რომ დაგიკითხეთ. დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის ზაირა ჩანდლაძე, თენგიზ ჩანდლაძის მეუღლე. ბევრი რამ გვაკავშირებს სწორედ შემოქმედებით. და დღემდე მე ვერ დავუშვი რომ თენგიზი არ არის სცენაზე, უნიჭიერეს პიროვნება. და ბევრი რამ თენგიზის წარმოტებაში დიდი წვლილი სწორედ ზაირას მიუძღვის, სხვათა შორის. მიუხედავად მისი დიდი ნიჭიერებისა. რაც შეეხება ზაირას კითხვას. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს სურვილი რომ ასე იყოს და ვფიქრობ ასე უნდა იყოს კიდევაც, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ რა გადაცემებსაც ვაკეთებდით ბოლო პერიოდში ხალხს ემსახურებოდა და ამიტომ ხალხს ასეთი სურვილი რო აქვს, ალბათ ეს გადაცემაც იქნება. ანუ ხალხი ელოდებს. მაქვს ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა. ქალბატონ ჯულიეტა, თქვენს და თქვენს მეუღლეს ერთ დაწესებულებაში, ერთ სამსახურში მოგიწიათ საქმიანობა. როგორ ფიქრობთ, კარგია, როცა ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს, ეს კრავს ოჯახს და ურთიერთობებს თუ პირიქით ხელს? ისეთ რა, როდესაც შემოქმედებით
ურთიერთობა არის, ეს ერთდაგვარად რასაკვირველია, დიდი რამ არის, იმიტომ რომ ბევრი რამ გიადვილდება კიდეც. ბევრი რამ უფრო იოლად ხდება, მაგრამ არის იქ გარკვეული, ხშირად გვაქვს კამათი ძალიან. იცით, როდესაც აი ესეთი ახლობლები აკეთებენ, თქვათ, გადაცემას ან მუშაობენ რაღაც შემოქმედებითად, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მე მაინც ვთვლი გამომდინარე ჩვენი საქმიანობიდან, რომ ეს საქმისათვის ფიქრობ უკეთესია. სასიკეთო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საქმიანობაში. თქვენ არ მომხიბლელ და მით უმეტეს პოპულარულ ქალბატონს დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლების მთელი არმია ყავდა და მაინც მეორე ნახევრის საძებნელად შორს წასვლა არ დაგჭირდათ. როგორ დაიწყო თქვენი სამსახურეობრივი რომანი? როგორ გაიცანით ერთმანეთი? ტელევიზიაში სხვათა შორის მე ჩეხოსლოვაკიიდან ვიყავი ჩამოსული. და ახალგაზრდობის რედაქციით წავიდა ის გადაცემა, რომელი გადაცემაც უნდა მომემზადებინათ. გადაცემაში იმ რედაქციაში აღმოჩნდა, რომელსაც არ ვიცნობდი და მასთან ერთად მომიხდა მუშაობა ამ გადაცემაზე და აი იქიდან დაიწყო. თქვენთან ერთად ჩაიარა თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული ტელევიზიის განვითარების მთელმა ეპოქამ და ამ საინტერესო ეპოქაში თქვენ იყავით ნახევარმა საუკუნემ. დიახ. და აი ამ საინტერესო ეპოქაში თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ფიგურა სტატუსით. აი როგორ მიიწევდით? იოლად მიიწევდით წინ თუ მაინც შეგხვდათ ამ გზაზე ბევრი შური, დაბრკოლება, ინტრიგები, რაც ხშირად ამ სფეროს ახასიათებს. იცით რა, ეს ძალიან საინტერესო კითხვა იმდენად რამდენადაც მე წახან ვთქვი, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი არ ხდება, არა იმიტომ, რომ ეს თვითმიზანი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცხოვრებაში, შემოქმედებაში წინაღობა როცა ხდება, უნდა იბრძოლო ამის გადასალ, ანუ უფრო სწორად თუ თვლი, რომ ეს ბრძოლა არის სამართლიანი, რასაკვირველია. მე გითხარით, როდესაც მივედი, საკმაოდ ისე ამაღლებული განწყობილებით შეხვდა განსაკუთრებით უკვე როცა დაიწყო ეს გადაცემა, რომელზედაც მოგახსენეთ და რაღაც განსხვავებული თვისება შეამჩნიეს ჩემში. როდესაც მე ასე ტექსტის გარეშე ვესაუბრებოდი მაყურებელს, ძალაუნებურად ეს ამას მოყვა თავისი გამოხმაურება და ამიტომ გამიადვილდა კიდეც ერთის მხრივ. მაგრამ იყო მეორე, იცით, ხდებოდა ასეთი რამ, როდესაც მე ამას ყველაფერს და გავიდა ხანი, მე ყველა რედაქცია ვცდილობდა, რომ სხვაებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც აი ასეთი გადაცემა, როდესაც იყო უფრო მეტი სასაუბრო კადრში, მე მქონოდა ეს გადაცემა, მაგრამ მოხდა ისეთი ეტაპიც იყო, ძნელი სხვათა შორის, როდესაც ის ავტორები ამბობდნენ უკვე, ის ჩვენ მაშინ ჯერ დიქტორები ვიყავით, ამბობდნენ, რომ ისე გამოდის, რომ ეს მისი დაწერილია და არა ჩვენი. ეს ეტაპი, ესე ამანაც გაიარა. შემდეგ მე თვითონ წერდით უკვე გადაცემებს, შემდეგ უკვე იყო რეპორტაჟები, რასაც მე ძალიან ხშირად უძღოდი ხოლმე. და რასაკვირველია, იყო გარკვეული სიზნელეები, სირთულე ყოველთვის თანსდევს. თუნდაც ის, რომ რაღაც თვითონ დარჩები უკმაყოფილო შენი გადაცემის და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილა ის შემთხვევა, რომ მე ესე სრულად მომწონებოდა ჩემი გადაცემა. ვალდებული ვარ, რომ ვნახო გადაცემა ის როცა ჩაწერილია, მაგრამ არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ სულ რაღაც უარყოფით. რაღაცას პოულობ. რაღაცას კი არა ძალიან ბევრს. ისე ხასიათით როგორი ბრძანდები, დამთმობი თუ უფრო რადიკალი ხართ ურთიერთობებში? ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დამთმობი ვარ, იმიტომ რომ თუ კი ვთვლი, რომ მე მართალი ვარ, მე ვცდილობ, რომ ამისათვის გავაკეთო ყველაფერი, რომ ეს დავამტკიცო, მაგრამ არის რაღაცა, რომელსაც რა თქმა უნდა, ყოველად დაიჩემო და ის. არის კიდე რომ შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ჯობს წერტილი დაასვა რაღაც. ესეც არის. აი, რისთვის გიბრძოლიათ ყველაზე დიდხანს? რა გითხრათ, რისთვის მებრძოლია ყველაზე მეტად? იცით რა, ტელევიზიაში ხდებოდა რაღაც ისეთი, რომელიც
თქვათ არ მიესადაგებოდა ჩემი თვალსაზრისით სიმართლეს და არასოდეს არ გავჩუმებულ ვარ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ერთი წყობილება მეორეთი იცვლებოდა, ხდებოდა მაშინ, როდესაც რაღაც სირთულეები იყო და ხო იცით ახლა მაინც ტელევიზია, გარდა იმისა, რომ ეს მით უმეტეს სახელმწიფო ტელევიზია, ეს ყველაფერი ეხებოდა სახელმწიფო ტელევიზიას. ამდენად ჩემი თვალსაზრისით ვიდექი იქ, სადაც ვთვლიდი, რომ ეს სჭირდებოდა ხალხს და საჭირო იყო საერთოდ სიმართლისათვის. მაგრამ ვერ გეტყვით ერთ რამეს, რომ მე გამეკეთები, მე ვთქვათ, რაღაც ნაბიჯი გადამედგას ვიღაცის გული, ვიღაცის ეხლა მე თქო რომ თხოვოთ რამე და თქვენთვის გადავდგა ნაბიჯი, ეგ სულ სხვა რაღაცაა, მაგრამ აი რაღაცის გამო, აი რაღაც ჩემი კარიერის გამო ეს არ არსებობს, არ ყოფილა ასეთ შემთხვევაში. მაგრამ აი თუ ყოფილა რომ გამოგიყენებდეთ ვინმეს დახმარება, ხა აუცილებლად თქვენთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის კარი ყოველთვის იქნება. შემოქმედების თვალსაზრისით არასოდეს ის კი არა, აი რომ უთქვამთ რომ არის რაღაც პრობლემები და იქნება თქვათ და იქნება თხოვო შენ რაღაც. იცით რა, მე საერთოდ მქონდა ერთი და მაქვს ერთი თვისება, რომ ოჯახში ყველაფერი ხდება. უსიამოვნებაც არის და რაღაც გაუგებრობაც ის. მე დიდ ოჯახად ვთვლიდი და ვთვლი საქართველოს ტელევიზიას, ამიტომ ოჯახს გარეთ გატანა მე რა თქმა უნდა არასოდეს ამას არ მეთანხმებოდი. რასაკვირველია, შეიძლება დადგეს ისეთი პრობლემა, რომ იძულებული გახდე ისიც იმიტომ რომ ეს იყოს სასარგებლო საქმისათვის. მაგრამ ისე რომ შემოქმედებისათვის, ჩემი რაღაც საქმიანობისათვის მე ვინმესთვის ეს არც მახსოვს. ალბათ არც იქნება. ბოლო წლებში თქვენი სახელი და გვარი ყოველთვის ასოცირდებოდა ისეთ ძალიან მომგვარებლურ ინსტანციებთან. იღებდით ძალიან ბევრ წერილს და მე ძალიან აქტიურად ცდილობდით მოგეგვარებინათ იმ ადამიანების პრობლემები, ვისაც მაგალითად ჭერითავზე ენგრეო და მილი უსკდებოდა. აი, ბევრი ასეთი. აი, რამდენად აქტიური ორგანიზატორი ხართ თავად თქვენ საკუთარ სახლში, თქვენს რეალობაში. აი, დაუშვათ თქვენ სახლში ფუჭდება რამე, მეზობლები აგროვებენ ფულს, ჭობენ რა ვქნათ, როგორ ერევით ამ შემთხვევაში? აი, საერთოდ სახლში, როდესაც მთელ სახლს რაც ეხება, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა მირეკავს რატომღაც და მე აქტიურად ვცდილობ ჩავება. მაგრამ შესაძლებელია საკუთარი ჭერიდან ჩამოვიდეს წყალი და ეს რა თქმა უნდა მე იძულებული ვარ გავაკეთო, მაგრამ უფრო აქტიური ვარ აი სხვას როდესაც უკეთებ და ამას საყვედურობენ ხოლმე. და აი რაც შეეხება გადაცემას, ეს გადაცემა ძალიან რთული გადაცემაა სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პრობლემებიც და კომპენსაცია ის არის, როდესაც ადამიანს სულ ოდნავ მაინც დაეხმარები. ძალიან თბილი წერილები მოგდიოდათ ხოლმე შემდეგ უკვე მადლობების სახით ხშირად. ძალიან ბევრი. ეს არის 10,000-ობით. ზოგ წერილს ხელს აწერს 3,000 პიროვნება. კაპიტან ჯულიეტა, შენახული გაქვთ ეს წერილები? არსებობს თქვენი რაღაც არქივი, სადაც ინახავთ ყველაფერს? მე პირადად შენახული მაქვს, იცით, ვერ გადავაგდებ ერთ ერთი ადამიანის წერილი. ვერც ის ისედაც დაფიქსირებულია, რომელიც გავიდა ეთერში, რომელიც არ გავიდა ეთერში. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც მე ხელი ვერ ვახლე. იმიტომ რომ ჩემი თვალსაზრისით ეს არის ადამიანის ერთი ფურცელი ცხოვრების და მით უმეტეს პრობლემებთან დაკავშირებული და ეს მე ვერ გავაკეთე. ქალბატონი მერი გოგოლი საუბრობდა ჩემთან დაკავშირებით, მადლობა მინდა უთხრა სასიამოვნო სიტყვებისთვის ქალბატონი მერი უდიდეს საქმეს ემსახურება მოხუცთა სავანე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რაღაც წარმოუდგენელია, წარმოიდგინეთ თქვენ ყველა მოხუცის სურვილი, ის ყოფა უნდა გაათვითცნობიეროს, გაინაწილოს, დაეხმაროს. ეს და როგორც მე ვიცი, თქვენმა ეხმარებოდი. უდიდესი საქმე და დიახ, აქედან გავიცანით სხვათა შორის წერილი მოვიდა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისაც, რაც შეგვეძლო და სხვათა შორის გვაქვს ფირი,
ახალი წელი, ახალ წელს როგორ შეხვდნენ ეს მოხუცები და ზოგი არც თუ ისეთი მოხუცი, მაგრამ იქ მაინც თავშესაფარს პოულობდა. და ეს გაუშვით ახალ წელს ძალიან სასიამოვნო იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც და მერეც რა თქმა უნდა ვცდილობდი რომ როგორმე დავხმარებოდი. აი თუ არსებობს თქვენი შემოქმედების მანძილზე ისეთი წერილი ან თუნდაც რაღაც პატარა სუვენირი, რომელიც ყველაზე მეტად გახსოვთ. აი ასე უცებ თუ მეტყვით, იცით, როდესაც მირეკავდნენ ხოლმე მეუბნებოდნენ და ეს დამამახსოვრდა, რომ მე ძალიან მიჭირს ქალბატონა ჯულიეტა და რამდენი უნდა გადავიხადო, რომ წერილი გამოვგზავნო. იცით, ეს ჩემთვის ისეთი იყო, რომ აღარც კი ვიცოდი რა უნდა გვეპასუხნო, რას ბრძანებ, ვერ წარმოვიდგინე ეს და ერთი იყო კიდე, იცით, და ყოველთვის რომ მოვდიოდი ხოლმე სამსახურში, ზოგჯერ ყვავილები დამხვდებოდა, ან დამირეკავდნენ, რომ უნდათ რაღაცა თქვა, ან თავის ნახატს და მაგრამ ერთხელ გადაცემაში რაღაც ავარიულ სახლთან დაკავშირებით გავაკეთე და ჯერ არც კი იყო, იცით, პასუხი მოსული, სხვა შეუკეთეს მე, მაგრამ ჯერ არ იყო პასუხი მოსული. აი ეს არის მთავარი. მთავარი იყო ის, რომ მე გამოვეხმაურე. სხვა ხშირად მწერდნენ, რომ შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ჩემ წერილს ხომ წაიკითხავ და უკვე ვიცი, რომ რაღაც იმედია რომ ყურადღება მომაქცევთო და დამხვდა, იცით რა, დარეკეს ქვევით, რომ თუ შეიძლება ჩამოვიდეს და ასისტენტი ჩავიდა ქვევით და რა მოიტანა, იცით. მადლობის ნიშნად ერთი მსხალი, ერთი ბროწეული, ერთი ატამი თუ არ მახსოვს და რამდენიმე ცალი ქლიანი. ბოდიშის მოხდეთ უნდა რომ მე ეს მქონდა სახლში. ეს იყო უდიდესი საჩუქარი ჩემთვის. უდიდესი. ქალბატონ ჯულიეტა, ახლა ისევ თქვენ შულს მოусმინოთ, კითხვა სამჯერად ლელა დაგისვამთ. გთხოვ გაიხსენო შენი ძველი ნაცნობის 30 წლის შემდეგ ჩამოსვლა საზღვარგარეთიდან. ეს მე სხვაჩვენს ვერ მივხვდებოდი, მაგრამ მივხვდი იმდენად რამდენადაც ლელასაც უკავშირდება. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ეს ჩემი გოგონაა, ჩემი ქალიშვილი, რომელსაც 4 შვილი ყავს უკვე. ეს საამაყო ციფრია და სტატუსი ბებიის. და თავად ზრდის. მე მესმის ახლა რაც ეს რაღაც კომპლიმენტებით გამომევა, ცოტა ხერხული არ იყოს, მაგრამ ასე იყო. დამირეკა ერთმა პიროვნებამ, ვაჟმა და მითხრა გამარჯობა, მე ესა და ეს. მე ვთხოვრი რამდენი მე 30 წელიწადი 30 წლის წინ იმაში რამდენი წელიწადი არ და 30 წელიწადი არ ყოფილა რომ არ საზღვარგარეთ ეხლაც და ჩამოვედი რამდენიმე ხანი და არ შემეძლო რო არ დამერეკა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გქონდა, არ შემეძლო მე ძალიან გამეხარდა. არ შემეძლო რო არ დამერეკა, იმიტომ რომ მე გამახსენდი, შენი ქალიშვილი ნახე ეკრანზე. მე ვერ მივხვდი და მე ვთქვი ლელა სად იყო? როდის თქო? და გუშინო. გუშინ მეთქარი რა გადაცემა? აი რაღაც სახლებზე ლაპარაკობდა თქვენზე. ესე იგი, მე ვთხარი, მე თვითონ ვიყავი ლელა კი არა თქო. ნუ მან თქვა ეს შეუძლებელიაო და მე ვთხარი. ამაზე დიდი კომპლიმენტი რა შეიძლება კიდე იყოს. მე არ ვიცი რამდენად ახლა იმან ყოველ შემთხვევაში ძალიან შეიძლება, მაგრამ ხომ წარმოიდგინეთ, ალბათ არც თლათ ასე იყო, მაგრამ რატომ 30 წლის შემდეგ ასე წარმოიდგინე. ძალიან კარგი კომპლიმენტია რომ წააყოფილიყო. უდიდესი კომპლიმენტია. მე ვერ გეტყვით რომ სრულ ყოფილად მივიღე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოხდა. ქალბატონ ჯულიეტა, თქვენი როლები ძალიან კარგად ახსოვს მაყურებელს და რატომღაც მოხდა ისე რომ მათი რაოდენობა შემოიფარგლა მხოლოდ ციფრით 5. რატო ეს თქვენი არჩევანი იყო თუ ბედის? აი მეტი შემოთავაზება არ ყოფილა თუ ყოფილა და უარს? რა თვალსაზრისით? აი კინოში გადაღებას გულისხმობ. კინოში გადაღება, როლებს კინოში. იცით რა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე არ ვიცი იქნებოდა თუ არა მეტი შემოთავაზება და რა სიტყვას ვიტყოდი, ვთქვათ რომ ყოფილიყო მეტიც კინოში.
მე ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. მე მინდოდა ტელევიზია. თუმცა მაინც ჩააბარეთ შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში. ჩავაბარე თეატრალური ინსტიტუტიდან წამოვედი, სხვა შორის პირველი ფილმი ყვავილი თოვლზე, სწორედ თეატრალური ინსტიტუტში. და რატომ არ გქონდათ სურვილი გეთამაშოთ არა, კინოში? მე არ მიფიქრია მქონდა თუ არა სურვილი, მაგრამ მე ვიცი რომ მქონდა სურვილი ტელევიზიაში საქმიანობისა. და არ მიცდია არაფერი. არ ვიცი. ასე ვიცით, უფრო ვიდრე თეატრში, ვიდრე კინოში, მე მინდოდა ტელევიზია. შეიძლება ეს იმიტომ რომ სხვა შორის ეხლა ჩვენი პირდაპირი გადაცემა და პირდაპირ ეთერში გადაცემა ჩემთვის უფრო იოლია და ეს ძალიან ჩვეულებრივია. არ მიყვარს გადაცემის ჩაწერა. იცით თქვენ? და შესაძლებელია ამან განაპირობა კიდევაც ჩემი სურვილი ეს უშუალო კონტაქტი მაყურებელთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ტელევიზიისათვის ერთ-ერთი დიდ მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი. თუმცა ალბათ მაინც გიწევდათ ჩაწერები. უფრო რთული იყო მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი რომ არა, მაგრამ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გადაცემებიც ჰქონდა 2-3 საათიანი, 2 და 3 საათიანი თქვენც გაქვთ ახლა, მაგრამ ჩვენ ჰქონდა ეს, იცით, როდესაც 100, 200, 300 კაცი იყო პირველ სტუდიაში და იმას უძღვებოდით ახალ გადაცემები, იავნანა, თეატრალური გადაცემები. ეს და მით უმეტეს როცა მუშაობდა ძალიან მკაცრად ცენზურა. იცით რა, მე ძირითადად მაინც კულტურას ვემსახურებოდი და მე ვერ ვიტყვი, იცით რომ მე მაგალითად შეწუხებული ვიყავი ცენზურით. მიუხედავად იმისა, რომ მე წლების მანძილზე ინფორმაცია მიმყავდა და იქ იყო მთავლიტი. და მე ვთვლი რომ სწორი იყო ეს, რომ მთავლიტი იყო იქა, იმიტომ რომ არის რაღაც, რომელიც არ უნდა გავიდეს ეთერში. ეს იქნება დამოუკიდებელი ტელევიზია თუ ეს იქნება სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. აი ახლა სწორედ საზოგადოებრივზე ჩვენი ტელევიზიის გადასვლის პერიოდია და სხვათა შორის მე არ ვთვლი რომ აქამდე საზოგადოებას არ ემსახურებოდა ეს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი თუ კი აქ ხალხი უფრო დიდ როლს ითამაშებს და ხალხის სურვილით იქნება ყველაფერი გაკეთებული, რა თქმა უნდა. აი თუ ყოფილა თქვენ შემოქმედებაში ისეთი მომენტი, როდესაც გიგრძნიათ, რომ აი სიტყვა გაიჭედა. ვაიმე, აი ვერაფერს ვეღარ ვიტყვი. აი ახლა ხმას ვეღარ ამოვიღებ. ყოფილა ასეთი შემთხვევა. პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა. რაღაც არ მახსოვს. არ მახსოვს, ისე ეს ბუნებრივი იქნებოდა. სხვათა შორის, მაგრამ არ მახსოვს. აი ერთხელ აი თქვენთვისაც შეიძლება და ეს ბუნებრივი ყოფილიყო? არა, ბუნებრივია ადამიანისათვის. იცით, მეც აი ხშირად ვთქვათ, სიტყვას გაიმეორებ, ან პაუზას გააკეთებ, როგორც ახლა. ეს შეუულებია, სხვა შორის პაუზას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის უკვე ფიქრობ და აზრია. აი რამდენად დღეს არის ინფორმაციას ტემპი ჭირდება, მაგრამ დღეს რაღაც უფრო ცოტა გადამეტებულად მეჩვენება ზოგ შემთხვევაში. ის აზრი მაინც უნდა მოდიოდეს აუცილებლად. აი სხვა შორის ერთხელ მე მინდა გითხრათ, რომ მოამბები მყავდა და ამ დროს ცხელოდა ძალიან და იმ დროს ჩართეს ეგრეთ წოდებული ვენტილატორი. და იცით ეს მთელი ფურცლები აბსოლუტურად გაფრიალდა. ეს არ მოხდა კადრში, მაშინ სიუჟეტი მიდიოდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო ინფორმაცია, მე აუცილებლად უნდა მქონოდა ისინი. მანამ ის ფურცლები აიკრიფა. რა მოხდა ეთერში? მე მანამდე კიდე კარგი რომ ვიცოდი ეს ყველაფერი და ამდენად მე ვსაუბრობდი ეკრანზე. აი მაგ დროს შეიძლება და მომხდარიყო ისეთი დავნილობისგან. ხო, ბუნებრივად რომ რაღაც აღარ იცი რა თქო. როგორი გატაცებები გქონდათ ახალგაზრდობაში? მაგალითად, ხვევებით, აგროვებდით თუ არა უცხოელი მსახიობების სურათებს? არა, ასეთი გატაცებები არასოდეს არ მქონია, მაგრამ როგორც ჩემო გოგონამ აღნიშნა, ყვავილები მიყვარდა და ყვავილებს უვლიდი, ეს იყო ჩემი გატაცება. დღეს თუ გაქვთ სახლში ორანჟერია? რამდენადაც შესაძლებელია, იმდენად რაღაც დროც აღარ რჩება რო ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან და რაღაც ეს ყვავილებისადმი ეს ასეთი მისწრაფება ჩემ გოგონას უფრო მეტად აქვს. ცხოველები, ფრინველები. რაღაც ბავშვურ თამაშობებზე საუბრობდა თქვენი შვილი. ხო. რას გულისხმობთ?
არაფერი კომპიუტერში მიყვარს ხოლმე. რას თამაშობთ ხოლმე კომპიუტერში? სხვა. არა მარტო კომპიუტერში, ბავშვი თამაშობებიც მაქვს რაღაცა ეს რაღაც პატარა კაცუნები, ესენი სხვა, არა მარტო კომპიუტერის. აი ეს ახსოვს. იცის რომ როგორც თქვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, შესანიშნავად უკრავთ გიტარაზე და მღერით. აი რა შემთხვევაში შეიძლება უკრავდი და მღეროდი გიტარაზე. ეს იყო დიდი ხნის წინ, კარგახანია ეგა. აი არ შეიძლება ჩვენიერ დღეს სახლში უბრალოდ თქვენთვის დაждეთ და დაუკრათ და იმღეროთ. რა დიდი ხანია აღარ ყოფილ, ეთყობა რაღაც ამისათვის დროც აღარ არის თუ რა ვიცი, ისე კი აუცილებელია. როგორ სიმღერებს ღეროდით ხოლმე? ქართულ. რაღაც მელოდიურს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყურადღებით არ უსმენ დღევანდელ ესტრადას. რა აზრის ხართ დღევანდელ ესტრადაზე? სხვა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამ სიამოვნებით ვისმენ და ერთის მხრივ მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ეს ეტაპი ეს ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან საღათ უყურებ მე ამას. და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აი თითქმის ნახევარი საუკუნეა ეკრანზე ვარ. და როდესაც დავუსვამთ კითხვა ეს როგორ ალბათ ერთი რამის გამო, რომ მე დღევანდელობას ყოველთვის მივყვები. ცით ეს ჩემი გადაცემა დღევანდელობის გამოძახილია. კი, დღევანდელობას თუ ფეხი არ აუვი, მაშინ უკვე ყველაფერი ისე და ამდენად მე ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი დამოკიდებულება, რა მომწონს, რა არ მომწონს, მაგრამ ის რომ მე არ მესმოდეს რაღაც ეს არ არის. აი რა მოგწონთ ყველაზე ძალიან მაშინ ასე? აი რა თვალსაზრისით? აი დღევანდელ ქართულ ესტრადაში. რა მომწონს? რომელი მომღერალი მომწონთ? მე მინდა ერთი რამე გითხრათ. ლექსები. ეს რაზე არა მართლა მომწონს. აი ეს ბიგთიკოც ახლა პირველი რეპერი ქალი როგორ წავ. ეს საკმაოდ უცნაური განცხადება ალბათ თქვენი მხრიდან. მაყურებლისთვის. ხო, სხვა შორის საკმაოდ საინტერესო ფიგურები. არა, სხვაც მე ბევრი რამ მომწონს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მაინც ასიამოვნოა ხოლმე, როდესაც შედის მელოდია. და მე ერთის მომხრე ვარ. აი ყველა და ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა გავდეს. მაგრამ ესეც პერიოდია ასეთი. მე ეს მაინც ინდივიდუალობა. ხომ დამეთანხმებით, რომ ყოველ წამყვანს ტელევიზიისა, ყოველ მომღერალს ის თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს. ის არასოდეს არ უნდა დაიღო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ განვითარდეს და არ მიყვეს დროს. ეს სულ არ ნიშნავს, მაგრამ ის ინდივიდუალური მარცვალი, რომელიც აქვს და რომლითაც არის გავპირობებული მისი წარმატება, ის ალბათ არ უნდა დაიკარგოს. აი მე ვისურვებდი, რომ მაინც ერთმანეთისაგან უფრო თანდათანობით ეს ალბათ მოხდება კიდევ, რომ უნდა იყოს გამორჩეული. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ჩემის აზრით ქალბატონ ჯულიეტა, როგორც მე ვხვდები, თქვენ იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც დავუშვათ კარიერა ხელს არ უშლის ოჯახურ საქმიანობაში. მაგრამ აი თუ დამდგარა თქვენ ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ გითქვამთ, რომ აი რაღაცა დააკელით ოჯახს. აი მე რომ არ მქონოდა სამსახური, მე უფრო მეტს გავაკეთებდი ოჯახის. ეს სიტყვა არასოდეს არ მithქვამს. შეიძლება ეს მოხდა კიდეც, რომ რაღაცა დროის უქონლობის გამო რაღაც ისე ვერ გაკეთდა. მაგრამ არასოდეს არ მithქვამს, რომ მე ტელევიზიის გამო, ჩემი სამსახურის გამო, იმიტომ რომ ის შემოქმედება ჩემთვის ის არის, რომლის გარშე მე ვერ წარმომიდგენია რომ ვიყო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მაშინ მე აქ არ ვიქნებოდი. ხოსარი. ამდენად ეს არასოდეს არ მithქვამს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ შეზავებას. ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეიძლება რაღაცა აკლდება, ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ის რომ მე თქვას ეს რატომ და ამისათვის გამომეთქვას რაღაც ჩემი და პირიქით არ მომხდარა არა აი პირიქით თუ მომხდარა შემოქმედებას თუ მოკლებია ოჯახის გამო აი იცით რა როდესაც ოჯახში გაქვს რაღაც საქმე ალბათ რაღაც გინდა რომ უფრო მეტი არის ხოლმე ხომ გეუბნებით ასეთაც და ისედაც ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს არ მოხდეს თქვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არაჩვეულებრივად ამზადებთ კერძებს. როგორი მზარეული ხართ, იქნებ თავად თქვენ მოგეთ. მინდა გითხრათ, რომ
შეიძლება, კარგია თუ მოწონ, რა თქმა უნდა. შესანიშნავია, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ეს მე მიტაცებს. მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო და ყოველ დღე ვაკეთებ ამას ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ საქმიანი ქალისთვის დამახასიათებელი არ ხო, მაგრამ ის რომ მე ამით ვიყო გატაცებული, აი ზოგ ძალიან უყვარს ამის კეთება. მე ამას ვერ ვიტყობ. გემრიელი ხელი გაქვთ როგორც აღმოჩნდა, ხო? ჩემ შვილებს თითქოს მოწონთ, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ვეკითხები, მოგეწონათ თუ არა და ზოგჯერ ალბათ ტაქტით მეუბნებიან, ყოველ შემთხვევაში არ მეუბნებიან, რომ არა. სამწუხაროდ გადაცემის საეთერო დრო იწურება და ბოლოს მე მინდა ასეთი რამ მკითხოთ. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ თითქმის 9 საუკუნე იმუშავეთ ტელევიზიაში. აი ამდენ წლიანი მუშაობის შემდეგ, რაიმე ოფიციალური წოდება თუ გაქვთ მიღებული? მე მინდა გითხრათ, ღირსების ორდენი მიღებული მაქვს. არაერთი ჯილდო, რა თქმა უნდა, მედლები, ორდენები რა, ეს ყველაფერი დამსახურებული მსახიობი ვარ და ერთი მინდა გითხრათ, რასაკვირველია სახალხობაზე, იმთავითვე ვიყავი წარდგენილი, მაგრამ 3 შვილი მყავდა, დედა არ იყო კარგად, მაგრამ მაინც არ აქვს გამართლება. და როდესაც კულტურის სამინისტროში თხოვდნენ მისვლას, არაერთხელ დამირეკეს, არაერთხელ. და სხვადასხვა არაერთხელ ვამბობ დღეს, რომ ეს რატო გავაკეთე. მითხრეს, რომ ანკეტა არის შესავსები. მე ეს ანკეტა არ შევავსე. ეს არ არის, არ მომართლებს, მაგრამ ასე მოხდა. მოხდა ასე მოხდა. როგორ გონიათ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე? რას აპირებთ თქვენ ხვალ? რასაკვირველია. ისევ და ისევ თქვენთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად, ამის გარეშე არ შეიძლება. არ ჩვენს გარეშე შეიძლება ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა. ჩვენგან უნდა ისწავლონ და ჩვენ თქვენგან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ. ახალგაზრდობას უდიდესი დადებითი რამ აქვს, რომ ეს არის ახალგაზრდული წლები, რომელსაც თან ახლავს რისკიც, გაბედაობაც, უფრო მეტად, გამოცდილება უკვე უფრო გამძიმებს. რასაკვირველია. და რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ უნდა მივყვევ კვლავ დღევანდელობას, ჩემი საქმიანობით, ჩემი ოჯახით, ყველაფრისადმი, დღევანდელობისადმი, ჩემი დამოკიდებულებით. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობდი და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, რომ ვიყო სამართლიანი და ჩემს მიმართაც იყვნენ სამართლიანი. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დღეს განსაკუთრებით არის, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ ღირსებას და ეს იმას ნიშნავს, რომ უსათუოდ გაუფრთხილდები სხვის ღირსებასაც. და არასოდეს სტუმარი როცა მყოლია მე სტუდიაში, არ ყოფილა შემთხვევა, რაც არ უნდა საუბარი ყოფილიყო და თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ დიდ პრობლემებზე, რომ მას ამაღლებული განწყობილებით არ დაეტოვებინოს ჩემი სტუდია, იმიტომ რომ მე უნდა ყოფილიყავი, ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ვიყო ღირსეული მასპინძელი. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ ამაღლებული განწყობით დატოვებთ ჩემ სტუდიას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და დიდი მადლობა საერთოდ მობრძანებისთვის, იმისთვის, რომ მაყურებელს მიეცით საშუალება ენახეთ არა როგორც დიქტორის და წამყვანის ამპლუაში, არამედ რესპონდენტის ამპლუაშიც. მე მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ჩემზე ასეთი სასიამოვნო სიტყვები თქვა და წარმოსთქვა, ყველას მინდა მადლობა უთხრა. ასეთივე სიტყვებით შემიძლია ყოველ მათგანს მივმართოთ, ჩემს მეგობრებს, ჩემს შვილს და სხვაებს, ქალბატონ მერის და თქვენ, დიდი მადლობა. მე მახსენდება კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა სულ დასაწყისში და აი გავიდა წლები და ჩვენ უკვე საუბრობთ თქვენ სტუდიაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეთერში იყო გადაცემა უცნობი ქალბატონ ჯულიეტა ვაშაყმაძესთან ერთად. შევხვდებით ერთ კვირაში და ელოდეთ უცნობის მორიგ ნაცნობ სტუმარს. კარგად.